Ფარგლავ საქართველო ტურნირპირდები დღეს ოზურგეთში დარძალდება და ის ბერა ივანიშვილის მეექვსე სოლო კონცერტი იქნება, როგორია სამზადისი, ამას ახლა თიტა წერეთლისგან შევიტყობთ. ის აპირებს დღეს კონცერტზე დასწრებას. თიტა, საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის სოფო, ბერა სოლო კონცერტისთვის გურიაში მზადება დილიდან დაიწყო, აქ მაყურებელთა დიდი ნაწილი უკვე მოსულია, ხალხმა აქ მოსვლა დაახლოებით 5-6 საათიდან დაიწყო. მე შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის კონცერტი რამდენჯერმე გადაიდო, თუმცა მიუხედავად ამისა, დღეს საღამოს ბერა სპეციალურად გურული მაუყურებლისთვის იმღერებს, ზოგადად რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი. ყველა კონცერტის პარალელურად ტურნეს ფარგლებში ჩატარებულ კონცერტებს გულისხმობ, როგორც საორგანიზაციო ჯგუფს, ასევე გულშემატკივარსაც მუდმივად ექნება სხვადასხვა ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლებისგან დაბრკოლებები, თუმცა ამას კონცერტების წარმატებით ჩატარებისთვის ჯერ ხელი არ შეუშლია. ბევრ ხალხს ველოდებით დღეს ძალიან და იმედი გვაქვს მაყურებელს მოეწონება შოუ. რაც შეეხება თელავში ბევრი პრობლემა შეგვექმნა. ჩვენ შევთავაზეთ გამგეობას, რომ მოეცათ ჩვენთვის ან ერეკლეს მოედანი, ან ერეკლე მეორის გამძირი, ან ჭავჭავაძის გამძირი, სამწუხაროდ სამივე ადგილზე უარი გვითხრეს. და შემოგთავაზეს ადგილი, სადაც ტექნიკურად შეუძლებელია სცენის დადგმა, მით უმეტეს კონცერტის გამართვა. ეხლა ველოდებით კონცერტის დაწყებას, 8 საათამდე გვინდა რომ ვიდგეთ პირველ რიგში, რომ კარგად დავინახოთ ბერა და ბევრ ხალხს ველოდებით კიდე რომ მაგრად უგულშემატკივროთ და ყველას თხოვ რომ მოუწოდებ რომ მოვიდეს აქ და შემოგვიერთდეს და ერთად ვიმღეროს ბერასთან ერთად. როგორც ხედავთ, გულშემატკივარი უკვე ელოდება ბერას. რაც შეეხება თელავის კონცერტს, თუ სად და როდის გაიმართება თელავის კონცერტი, ამას უფრო დეტალურად ჩვენი მაყურებელი უკაცრავად ჩვენი მაყურებელი 9 საათიან გამოშვებაში შეიტყობს. დღევანდელ კონცერტს რაც შეეხება, ბერა კვლავ წარდგება მაყურებლის წინაშე ამერიკელ მომღერალ კრის სტაილთან და სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ ქორეოგრაფიულ ჯგუფთან ერთად. მე კი შეგახსენებთ, რომ კონცერტი გაიმართება 20 საათზე, დასწრება თავისუფალია და ბერა თავის გულშემატკივარს ამჯერად უკვე ოზურგეთში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ელის. დიდი მადლობა, ეს იყო თიტა წერეთელი.